28 წლის დღიურს გავხსნი ახლა ყავასთან ერთად. ის ყავა ეპიზოდი 3. ეს დღიური ყველაზე კარგად ჩემს მეგობრებს ახსოვს. ვერაიას ამერიკაში. რომელიც ახლა ამერიკაში აკეთი. და კიდევ ყველაზე მეტად ახსოვს, დაიკავეთ თქვენი წერილი არ დაგიჩეთ. ყველაზე მეტად ახსოვს უახლესებს და იცი ამ ვინც არის ეს უახლესი. მე ხა ჩემს მშობლებს დაწერილ წერილს. მიდი რა დაწერი აბა? აბა როგორ დავშე მითხარი და დავწერე. ახლა ყავა არ გადმოაქცია. აი ეს ხო, წელი არ წერია აქ, მაგრამ დაახლოებით ალბათ 2008-9 უნდა იყოს ჩემი აზრით. ანუ ხარ ან 8 ან 9 წლის, ხო. ვიდი აბა? ან შემოგვრო პატარა 2007. ძირფასო მშობლებო. როცა ქუთაისში წავა, ძალიან მომენატრებს. ძალიან მიყვარხართ. მართალია ხანდახან ბრაზდები, მაგრამ თქვენ მაინც ჩემი მშობლები ხართ. ახლა გადავიდეთ საქმეზე. მე ამ წერილს იმიტომ წერ, რომ ჩემი თხოვნები შეასრულოს. როგორც იცით, ხვალ ქუთაისში მივდივარ და მინდა რამდენიმე ჩემი თხოვნა გაითვალისწინოთ. პირველი თხოვნა. ამას ორივეს გთხოვთ. ძალიან გთხოვთ. ძალიან ბევრი მეორებს, როგორც ხედავთ. ჩემი წასვლის შემდეგ ჩემს დოკუმენტებში მოძებნეთ, რომელიც 8 წლის ანანოს ჰქონდა. სად დაიბადე და გაიზარდე. ალბათ ამ სახელწოდების დოკუმენტი იყო. გახსენით და ჩემი ნაწერი წაიკითხეთ. ეს ჩემი ერთადერთი თხოვნა. მეორე თხოვნა დედა. დედა როცა პარასკევს მიხვალ მშობელთა კრებაზე, როცა ტესტების შედეგებს გამოაცხადებენ, მაშინ დამირეკე ან მომიმესიჯე. ძალიან გთხოვთ. ალბათ შეასრულებდი და ალბათ ვიცი. ახლა მამა პარასკევამდე დედას ფული ჩაუიწყე აგარისზე. რომ მომიმესიჯოს ან დამირეკოს, როცა ტესტების შედეგებს მშობელთა კრებაზე გამოაცხადებენ. მესამე თხოვნაც მამას. მამა ძალიან გთხოვ, ნუ მოიწყენ. რაცა სახში მიხვალ და არ დაგხვდები. ძალიან გთხოვ დამირეკე ცოტა ხნის მაინც რომ დამელაპარაკო. ეს წერილი აუცილებლად უნდა წაიკითხოს და შემდეგ წერ ჩემი, დედაჩემის და მამაჩემის ტელეფონის ნომრს. და წერილს აწერია მხოლოდ სოფოს და იურას, ანუ დედაჩემს და მამაჩემს და მოწერილი აქვს ორივეს ხელი. ეს მე დავწერე რომ დედის ხელმოწერის ადგილი, მამის ხელმოწერის ადგილი და ბოლოს ჩემი ხელმოწერის ადგილი. აი ესე გაიარა, ხო ზოგადად არც კითხა, ხო შეგაწყვეტე. იცი რა, იმდენი წერილები გაქვს შენ მოწერილი ჩვენთვის, მაგრამ ეგ ინახება, მოდი ესე ხმამაღლად ვთქვათ. აბა. ბეიბოს და ბაბუკას არქივში. და ქუთაისის საცავში ინახება ოქროს ფონდში. ხო და მოდი მართლა კიდე აი ამ ფრაზას წავიკითხავ რა 1997 წელს ასეთი ფრაზა მქონდა დაწერილი რომ შენ მართლა ხაჭაპური ხომ არ გგონივა რომელსაც შეჭამდა გაარკვევ რომ თურმეში ყველი ყოფილა და სხვა არაფერი ასეთი ადვილი რომ ვიყო სამუდამოდ გაგებუტებოდი წარმოდგენა არ მაქვს ვის წერდი ამ ყველს ნოდიოდ არ ვიცი მაგრამ ძალიან კარგად ჩანს რომ ყოველთვის მიყვარდა ხაჭაპური. ხაჭაპური დღემდე ძალიან მიყვარდა. მიყვარდა ხაჭაპური და ამიტომ ეთყობა ყოველ დღიურის თემატიკა ხაჭაპური. ხო, თემატიკა იყო როგორი. და ყველაზე უცნაური ახლა არის ის რომ ამ ჩემს დღიურს რომელსაც ალბათ ყველაზე განსაკუთრებული დღეებისთვის შლიდი დავწერდი, ვუკითხავ ჩემს შვილს. ალბათ განსაკუთრებული ალბათ ეს ის პერიოდში დაწერილ თორსა საერთოდ არ იყო შენი შვილი დაბადებული საერთოდ არ იყო დაბადებული ხო და შენზე უფროსი დღიური აი აქ რა წერია კიდე იცი რომ ვიცი ადამიანს უნდა შეეძლოს მარტოობა მაგრამ გეხვეწებით ნუ შეამოწმოთ საკუთარ თავს 100 წელი მხოლოდ ხანდახან მარტო თქვენ იყავით მარტო ჩუმად მალულად დაელოდეთ ივნისის თვეში კოპის პირველ წიგნებს და კიდევ წაიკითხეთ მარტოობის 100 წელიწადი. გაბრიელ გარსია მარკესის მარტოობის 100 წელიწადი. რა ვქნა? რატო ვართ მარტო ჩვენ წარმოდგენილები და რატომ არ არის ჩვენთვის სტუმარი?
ჩვენს სტუმარს ჩვენთან შეხვედრა გადაედო. სხვათა შორის გვინდოდა გვესაუბროთ უბრალოდ ღიურებსაც. მის მასეც ღიურების გამოცდილება. ხო, აქვს ექნება ყოველ შემთხვევაში და გვინდოდა, მაგრამ გადაედო ჩვენთან მოსვლა, ჩვენ დავუნიშნეთ შეხვედრას კვერში, მაგრამ ვერ მოვიდა. ნუ საქმიანი ადამიანები. ხო, მაგრამ გითხრა რომ რამდენიმე დღეში ეცლება და შემოგვიერთდება ჩვენს რომელიმე ეპიზოდში, მაინც გამოჩნდება ის სტუმარი, რომელსაც დღეს ველოდებოდით, ამიტომ წინასწარ ვერ გეტყვით ვინ არის ეს სტუმარი, მე დავაანონსებ. დღიური როგორი რაღაცაა, ხო, რომ აი მე ბავშვობაში ძალიან მეყვარს დღიურების წერა და ყველაფერს წერდი. მქონდა ისეთი დღიურიც, რომ აი ყოველ დღიურად მართლა რასაც აკეთებ. აი დღეს ამ ადამიანზე გავიღვიდე, ბებოსთან და ბაბუსთან ერთად წავედი სადღაც ეს განსაკუთრებით ազადეგების პერიოდში. და აი მახსოვს მე-3 კლასში რაღაც მოთხრობების და ლექსების წერას დავიწყე, მაგრამ თქო კი არ მომდებოდი თაგინდი. მე ჩემს დაწერილ მოთხრობებს შემიძლია ჩავხმავდე დღესაც და რატო ვერ მოვიძიე სავარაუდოდ ესეც ქუთაისის ოქროს პონჩი ინახება ეს ჩემი. მაგრამ ძალიან მიყვარს დღიურები და კარგი გოგო ხარ რა ეს ამბავი დაიწყო. ალიონზე ბაღში უკვე ფეთქავს, ანუ გათენდა. დილას კი მხოლოდ მშვიდობა და მშვენიერი განწყობა. ცუდი თვალი არ მაქვს, ასე რომ თუ პირველად მე დამინახეთ, ქვისკენ უღარ გაიხედავთ ან მაგიდაზე სამჯერ ნუ დააკაკუნებთ. პირიქით ჩათვალეთ რომ სასურველი თუ შეიძლება ასე ითქვას, ემოციები დატვირთული საქმიანი და რაც თავარია, საინტერესო დღე გელოდებათ. ერთი შენიშვნაც დამიწერია, რომ დღის განმავლობაში ხასიათის ცვალებადობა მე არ დამაბრალოთ, საკუთარი თავი ხალისიანად გამოაფხიზეთ და ღმერთი ახსენეთ თქო. და ამ წუთიდან პროგრამის დასასრულამდე თქვენი ოჯახის წევრი ვარ, ამიტომ შინაურულად გეტყვით, ერთი ფინჯანი ყავის მირთმევა ვერ მოვასწარი, მგონი არ გეწყინებათ მუსიკალური ნომრით რომ ვისარგებლო. თქვენ თუ იჩქარებთ, მუსიკას მოვუსმინეთ და ეს თურმე ყოფილა მისალმება არალეგალურია თქო. სკრიპტო მიწერია, ეთერს ვუსურვებთ, ხო? ანუ ამ დროს ვიყავი სტუდენტი, მე უკვე ნამდვილად მახსოვს ამ დროს ვიყავი სტუდენტი და წერდი დილის გადაცემის, ყოველთვის იყო დავალება ჩვენთვის და წერდი დილის გადაცემის წარდგენას, ასე ვთქვათ. და ეთქობა ეს არის ჩემი დავალება და 14 აპრილით თარიღდება ეს ჩანაწერი. ძალიან ბევრჯერ მივსალმები ვარ დილით მას შემდეგ ეთერში და და შენ თავზე მეტი მოყვა YouTube გამომწერებისთვის. ჩემ თავზე? ხო, იმიტომ რომ შენ ხარ ადამიანი, რომელმაც შენი საქმე იპოვა მე-5 კლასში, ხო? კი, მე-5 კლასში ვიპოვე მას. იშვიათად ხდება ადამიანების ცხოვრებაში და ძალიან მინდა რომ YouTube-ზე გაიგოს. როცა ვფიქრობდით რომ გაგვეკეთებინა YouTube არხი, ხო? შეგვექმნა და დაგვარქვით ისყავა, იმიტომ ძალიან სპონტანურად და ყავა ძალიან გვიყვარს. მაშინ ჩემმა ძმისშვილმა ანდრიამ და შენმა ბიძაშვილმა ანდრიამ მაშინ მითხრა რომ სოფო იცი რა? შენს თავზე უნდა ბუხიხმა. სოფო იცი რა? შენს თავზე უნდა ილაპარაკო ჯერ შენს თავზე უნდა ილაპარაკო რომ გააცნო ხალხს შენი თავი კი მაგრამ ვინ ხარ შენ არ უნდა უთხრა ხო აი ეს მახსოვს ძალიან კარგად და მაგას კი მოგიწოდებთ ცოტა ბევრს ილაპარაკებთ ალბათ ეს დღიური ილაპარაკებთ შენ თავზე დღეს რაღაცა მაგ რაჭაში გაკეთებული ჩანაწერები რომელიც ჩემთვის ძალიან ძვირფასია და ალბათ ყველა იმ ადამიანის გასახსენებლად ჩვენი ერთად ბავშვობის გასახსენებლად რომლებიც ყავს აქ ყველა ჩაწერილი რეპორტაჟები რაჭიდან და ყოველდღიური რეპორტაჟები მაქვს ალბათ ამის წაკითხვა არ უკვით ხო რა თქმა უნდა იცი ამის წაკითხვას ახლა YouTube-ის მაყურებლისთვის ალბათ ცოტა უფრო მოსაწყენი შეიძლება იყოს იმიტომ რომ აქ არის ის რაღაც რაც ჩვენ უშუალოდ ჩვენ გვეცინია რაც ჩვენია რაც მაგრამ ბევრი ამოიცნო თავის ბავშვობასაც დაინახა რა თქმა უნდა ვარ ისეთი რაღაცები არის კი რეპორტაჟულია უფრო მაგრამ მე მინდა რომ აი ერთი საღამოს პატარა რეპორტაჟი წავიკითხო ახლა და თუ მისმენენ ჩემი ნათესავები, მეგობრები, ბავშვობის ადამიანები, რომლებსაც გაახსენდებათ ეს ყველაფერი და აი ესეთი რამ წავიკითხეთ 9 აგვისტო წერია ერთ-ერთი ზაფხულის ეს 98 წლის ზაფხულია. გუშინ კოსტას ეზოში შემოგვათენდა მოპარული ტაროების კვალი
მარსი ბებიამ სასწრაფოდ გააქრო და მერე ხელებში შემოგყურებდა, იქნებ ვინმეს ნაქურჩალა შემორჩაო. ცნობისთვის მარსის წყევლის ეშინია, თორემ მასზე უკეთ სოფელში კაციც ვერ იგინება. ასე რომ გინება მისი ჰობია და ხშირად გამოწვევასაც ელის. დღევანდელ ალიონს გიოს ეზომ შეგვახვედრა. ეხლა თვალწინ მიდგას გიოს ეზო ძალიან დიდი და მინდორი რაღაც ულამაზესი. მწვანე ხალიჩა, ანუ მინდორი, აი აქ სამიწერი სასთუმლადაც გამოგვადგა. ჩაბნელებულ ტერიტორიას მხოლოდ კოცონი ანათებდა. წუხანდელ ღამენათევებს აქ ჩამოგვყვინთვია, ამიტომ თვარის თითოეული გადაადგილება ფორმა არ გამოგრჩენია. მაგნიტოფონმა და ჩვენ დროს მაგნიტოფონი იყო და სხვათა შორის 2 კასეტით მაგნიტოფონი მქონდა დიდი. მაგნიტოფონმა რომ ნერვები მოგვიშალა, მხოლოდ დილით მივხვდით. ან იქნებ დავაბრალეთ კიდეც ტექნიკას ჩვენი გამოთაყვანება. ცა რუბლიანი იყო და ცოტა გვიან გათენდა. სახში ახლად გაღვიძებულები დავგვხვდნენ, მამაჩემა ირონიულად გადმოგხედა, ეხლა წარმოიდგინე ბაბუკა როგორ გამოგხედავ და მერე ჩვენს განმარტებებს აღარ დაელოდა და გვითხრა, ასე ადრე რა მოგიყვანათ საღამომდე არ მივდივართ. ცოტა გამოვიძინეთ, მოგვიანებით ბავშვების ხმამ გაგვაღვიძა გასაცილებლად ამოსულიყვნენ. ყველა ამთქნარებდა და თვალებს იფშნედა. დებიაჩემა რამდენიმე სიტყვა თქვა ღამის თევებთან დაკავშირებით და მოკლედ შეაჯამა. ფერი აღარ გადავცახეთ და სირცხვილი არაა რომ იტყვით რაჭაში ვისვენებდით რომ მე რამდენი ღამე იყო. მარილიანი ცრემლები ჩავიტყვარუნეთ და მთიდან დავეშვით. რუბრიკას რაჭა ჩემი სიყვარული ჩვენი მშვიდობიანი მგზავრობით ვასრულებ. მომავალ რაჭამდე, ჩემს სიყვარულამდე. აი ასე მიყვარდა ჩემი რაჭა. ხო, ყველაზე გულდასაწყვეტი კიდევ. ახლა რო ვკითხულობ ბებიაჩემა, ჩემი ბები აღარ არის, მაგრამ აი ეს ჩანაწერები, რომელიც ცოცხალია, ხო და ხო ვკითხულობ. ბებია აქ არის თითქოს და ასე მგონია რომ ახლანდელ დროშია ეს ყველაფერი და არ არის არსული. სამენატრება, ბებიები და ბაბუები. 28 წლის ამბავი. აი, ქეთის ხელი დაწერა. აჰა, ვიყოლეთ. ქეთ, თუ გიყურებ. დაბაზუმოთ. შენი ხელწერა. აი, ეს ხა საინტერესოა. ხო, ეს კამერა. კამერა რომელიც დავხატე ალბათ ლექციაზე და აქ წერი ასეთი რამ გვისმინეთ ჩვენ დანარჩენი ყველაფერი ილუზია რადიო ყოველი წლის 8 ივნისს რომელიც ჩემთვის ამ მნიშვნელოვანი თარიღი არის ჩემი ირაკლის დაბადების დღე და აქ ისეთი ჩანაწერები მაქვს გაკეთებული ყოველ 8 ივნისს მე ალბათ აღარ მახსოვდა და ირაკლი ალბათ საერთოდ არ იცის რომ ის დაბადების დღეზე მე ვაკეთებდი ამ ჩანაწერებს. და ესეთი ჩანაწერი მაქვს. ყველა მილოცვა, ნახე რადგან 2 საათი და 5 წუთია უკვე თამამად გილოცავ ჩემო ჭმუჭნია, შენ 21 წლის გახდი და ახლა ნება გეძება ბევრი რამ ჭმუჭნო. ჭმუჭნია მამაჩემო დაარქვა და აქედან მე ასე მიმართავდი და ყველა აი ნახეთ 8 ივნისი ერთი ძალიან ბევრი 8 ივნისი იქნება აქ იმიტომ რომ სულ წერდი 8 ივნისს და ირაკლის დაბადების დღეს ახლა შორს არის 7 წელი არ მინახავს ხო იქნა და ძალიან მენატრება და იცოდეს რომ ყოველ 8 ივნისს მე ჩანაწერს ვაკეთებ ამ დღეში არის იქნას დაბადების დღე და იქნას დაბადების დღე და აუცილებლად ჩავწერ ჩვენს ახალ დღიურში რომელიც რა თქმა უნდა მაქვს იმიტომ რომ ყოველთვის მაქვს ასეთი ფრაზა თავში, რომ არც ერთი დღე სტრიქონის გარეშე. მართალია სულ არ მწერ და გადავეჩვიე პასტის წერას, მაგრამ ხო ბიჭრავ ყოველდღე და ნუ არ არსებობს დღე სტრიქონის გარეშე. ხო და ერთი რამ არ დამოვიწყოთ ირაკლის დაბადების დღეზე რა 8 ივნისს ბოლოს ვამთავრებდი აი ასე ნამდვილად შენი დაბახულა. აი ახლა კი მე მგონი ვარწდები აქ უნდა იყოს უკვე ის წერილი რომელიც შენ გახსენებ შენ ჯერ კიდე დაბადებული ახლა და აქ იცი ვინ ვარ? არა არც ვიცი ბოლომდე არ ვიცოდი ვინ იყავი ჯერ კიდევ არ იცი გოგო იყავი თუ ვიცი მე 5 თვეა ახალი ცხოვრება დავიწყე საკუთარ თავს უფრო ვუვლი რადგან მარტო მე არ დავდივარ სახში რომ არავინ იყოს მარტო მაინც არ მწამ არ ვიგინებ არ ფიქრობ ჩემში კიდევ ერთი სუნთქავს
მოძრაობს და მავსებს. მისი ნახვა ძალიან მინდა, ოღონდ თავის დროზე. ჯანმრთელი და ლამაზი არსება. სიყვარულის უდიდესი ნაწილაკია. ერთი რამ არც იურამ არ იცის ეს და ახლა ვიტყვი. არ იცის არა, იცის, მაგრამ არცად არ მithქვამს არასდროს. მე მგონი ის რეკავს. მე მგონი რეკავს. ნახოთ აბა. კი, იურ, არ გათიშო. ხო, იურ. და კლაპი დაგვავიწყდა, მაგრამ მე ვარ კლაპი. თვით ტრადიცია მქონდა, რომ ყოველი თვის სამ რიცხვში ერთმანეთისთვის უნდა დაგვერეკა და სანამ ერთად არ ვცხოვრობთ. დაოჯახდებოდი. ხო, და გვეთქვა, რომ გვიყვარხარ. მიყვარხარ, ხო. ყოველი თვის სამ რიცხვში და ეს იყო ტრადიცია. შენ მგონი დავავიწყდა, ეხლა ვიტყვი და დაურეკე. არა. არა. არა, ეგეთი ის მაქვს. მირეკავდა უფრო თან ყველაზე მთავარი იყო, რომ მობილური არ იყო. ხო, თქვენი თაობა. სადღაც პოულობდით ერთმანეთს. არ ვიცი რომელ სადღაც ტელეფონზე უნდა გწოდო და რომ სად დაგვერეკა რა. ხო. რაჭაში ვერ დამირეკავდა. გამორიცხული იყო. შეძლიერი ხო? ხო, მაგრამ სადაც ვისვენებდით ხოლმე. თბილისის ტერიტორიაზე და თბილისის ტერიტორიაზე ქალაქებში ბათუმშიც და ასე შემდეგ. იმ ქალაქებშიც ხელმისაწვდომი მიიღო სატელეფონო კავშირები იქ რა თქმა უნდა და აი ამ დღიურში ყოველი თვის სამი რიცხვი აღნიშნულია. აჰა, ესეა. ეს ისედაც დრეურია. იცი რა არის? ამ დღიურით მინდა ვთქვა, რომ ალბათ ყველას გაქვს დღიურები, ძველი. რომელსაც ახალი არა. ხანდახან არც ათვალიერებთ და არც ხით, იმიტომ რომ ძალიან ძველია ეს ამბები და შეიძლება ვიღაცას რაღაც გახსენება არც უნდა. ხო, ეგეც. ხო, რაღაცა მომენტი, მაგრამ თუ დღეურში წავს, ესე იგი რაღაცა დროს უნდა მე. ხო, მაგრამ მე მაინც გქონია რომ ძველი ჩანაწერები, რომელიც ჩვენ იმ დღეებს გვახსენებს, ალბათ მაინც სასიამოვნოა. აბა რა. ხო და ჩემი ყველაზე ძველი დღიური მოგიტანეთ დღეს. მაქვს რა თქმა უნდა რამდენიმე სხვა დღიური, რომელიც მე წლებში მაქვს დაწერილი. თავი ყოველ დღე დავწეროთ რაღაც. ეს მეკონი მაინც. მოდი გაგვიზიარენ ჩვენმა YouTube გამოვწერებმა და ვინც ნახავთ, არა მარტო გამოვწერებთ, ვინც არ ყავართ გამოწერილი, შენ გამოგვიწერეთ. როგორ არის? თქვენ წერთ თუ არა? და ყოველ დღე გამორიცხულია რომ არის ერთ ფრაზა, თუნდაც ერთ ფრაზა. ხო, ან თუ წერთ, აქვს ადამიანს აქვს ესეთი ჩვევა და ისე ჩვევაში გადაზრდილი უკვე ზოგს არ აქვს და მოკლედ მინდა ძალიან მაინტერესებს გაგვიზიარენ და გითხრან. და კიდე ერთი რაღაც მინდა რომ ძალიან მინდა რომ ჩემ მეგობრებთან ერთად დავიკითხო ეს დღიური, იმიტომ რომ აქ კოლექტივს ასე უნდა ვერ წაგიკითხავდეთ გამორიცხული. ყველაფერი მომავალში. ხო, და მინდა რომ ჩემ მეგობრებთან ერთად დავჭდე და დავიკითხო აი ეს, იმიტომ რომ არიან პერსონაჟები. ამ ანატერების პერსონაჟები, რა თქმა უნდა, ის ყავა გვექნება. და იმ ყავასთან ერთად ახალ დღიურებს გავაკეთებთ. და ახლა ჩემი მეგობრები გაგიჟდებიან თუ არ წავიდეთ. დიდი მადლობა რა გვიყურეთ. და დიდი მადლობა საფურა და დიდი მადლობა ამბები გაიხსნა. და მადლობა მაინც სასტუმროს რომელიც არ მოვიდა სკვერში აქ სადაც დავანიშნეთ, მაგრამ ვიცი რომ მოვა შემდეგ. მადლობა რომ არის, იმიტომ რომ ძალიან კარგი ადამიანია და აუცილებლად გაგაცნობს შემდეგ ეპიზოდებში. ეპიზოდში. შევხვდებით მალე.